მოგესალმებით დღეს ხუთშაბათია და ჩვენი გადაცემა კვლავ ბრუნდება პირდაპირ ეთერში სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე 3 დღე რჩება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოების ხელახალი არჩევნები ჩატარება 14 ივნისს დაიგეგმა. სწორედ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა სამეურვეო საბჭოების არჩევნებს შეეხება, შესაბამისად ჩვენი სტუმრებით მინდა წარმოვიდგინოთ ესენი არიან განათლების სისტემაში მოღვაწე ადამიანები. მოგესალმებით. ესენი გახლავთ ბატონი გიორგი სოციაშვილი, გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე მხედრიშვილი, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი და ნინელი ზანელიძე სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, როგორც ტრადიციულად გადის რადიო ტრიალეთის პირდაპირ ეთერში. შეგიძლიათ დარეკოთ სტუდიის ტელეფონის ნომერი 791-60 და თემასთან დაკავშირებით დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა, ან უბრალოდ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ. და ბატონ გიორგი, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება სამეურვეო საბჭოების არჩევნებამდე, როგორც აღნიშნეთ, 3 დღე რჩება და როგორია წინასამზადისი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემოყურებელს, ჩვენ საზოგადოებას. როგორც უკვე ახსენეთ, 3 დღე დარჩა არჩევნებამდე, ანუ 14 ივნისს გაიმართება გორისა და გორის რაიონის ყველა საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და დაკომპლექტება უკვე ახალი სამეურვეო საბჭოები. 2006 წელს ჩატარდა პირველი არჩევნები გორის საერთოდ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში და თვითონ სამეურვეო საბჭო არის ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი. მოგეხსენებათ, რომ სკოლა ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ანუ გახდა დამოუკიდებელი დაწესებულება ერთგვარად, ამიტომაც სამეურვეო საბჭომ მთლიანად განკარგავს სკოლის ცხოვრებას, ეს იქნება სკოლის ბიუჯეტი თუ სკოლის საერთოდ ზოგადად ცხოვრება, მისი გეგმები და აი ამ გეგმების განხორციელების სტრატეგიასაც თავად სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს. ასე რომ იმედია, რომ ჩვენ მალე გვეყოლება უფრო გამოცდილი, უფრო კომპეტენტური, უფრო აი ამ რეფორმაზე აღუაღებული სამეურვეო საბჭოები. ბატონ გიორგი, მე ვიცი, რომ მიმდინარეობდა 10 რიცხვამდე თუ არ ვცდები რეგისტრაციის პროცესი როგორი იყო? თუ იყო რამე დაბრკოლებები? მე გეტყვით, რომ წინასაარჩევნო პროცედურებში ჯერ შედიოდა სამეურვეო საბჭოების საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელიც დაიწყო არჩევნებამდე 21 დღით ადრე და შეწყდა 16 დღით ადრე, შემდგომ მეორე ეტაპი გახდათ თითოეულ სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატთა რეგისტრაცია, რომელიც დაიწყო არჩევნებამდე 14 დღით ადრე, 12 დღით ადრე, ანუ 2 ივნისს და გაგრძელდა 9 ივნისის ჩათვლით, ანუ 9-ში უკვე დაკომპლექტებული იყო კანდიდატებით, სავარაუდო კანდიდატებით ის მომავალი სამეურვეო საბჭოები. რაც შეეხება ახლა შემდგომ პერიოდს, ახლა უკვე იწყება წინასაარჩევნო კამპანიები და თვითონ კანდიდატების მიერ მათ შეუძლიათ რომ აწარმოონ თავიანთი პროგრამების გაცნობა სკოლის წარმომადგენლებისთვის, რათა უფრო დამაჯერებელი იყოს მათი ასე ვთქვათ პროგრამა და მათი სამომავლო ხედვა სკოლის განვითარებაში. ბატონ გიორგი, რამდენი წევრისგან უნდა შედგებოდეს სამეურვეო საბჭო და ვინ იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში? კანონის ზოგადი განათლების შესახებ გამიჯნავს ორი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს. პირველი ეს გახლავთ სკოლა, რომელშიც სწავლობს 500 ბავშვიანი კონტინგენტი, ანუ მოსწავლე უნდა სწავლდეს 500 ბავშვი, 500-ზე ზემოთ და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 12 კაციანი სამეურვეო საბჭოთი. თანაფარდობით ასე ვთქვათ, 6 მასწავლებელი, 6 მშობელი, მშობლებში პირველ საფეხურზე, ანუ დაწყებით საფეხურზე ვირჩევთ 2 წარმომადგენელს, საბაზო საფეხურზე ასევე 2 წარმომადგენელს და საშუალო საფეხურზე ასევე 2 წარმომადგენელს. ხოლო მეორე კატეგორიის სამეურვეო საბჭოს მიეკუთვნება 500 მოსწავლეზე დაბალ კონტინგენტიანი სკოლები, რომელშიც ვირჩევთ 6 წევრისგან შედგება სამეურვეო საბჭოს. ამ 6 კაციან სამეურვეო საბჭოში ასევე შედის თანაფარდობით ასე ვთქვათ, ეს არის 3 მასწავლებელი და 3 მშობელი. პირველ საფეხურზე როგორც ვახსენე, აქ უკვე ირჩევ 1 მშობელი, მეორეზე 1 და მესამეზეც 1. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭოში ასევე შედის მოსწავლე და თვითმმართველობის წარმომადგენელი, როცა დამთავრდება სამეურვეო სასწავლო წელი, ახალი წლის სასწავლო დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თვითმმართველობა ჩაატარებს თავის არჩევნებს და შემდეგ უკვე მისი თავმჯდომარე ხდება სამეურვეო საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. თვითონ პროცესს რაც შეეხება არჩევნებში ვინ იღებს მონაწილეობას? იღებენ თუ არა იგივე მოსწავლეები სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას? სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს სკოლის პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლობა, ყველა მასწავლებელი იღებს მონაწილეობას, ასევე მშობელთა სრული კონტინგენტი საფეხურების დამიხედვით. თითოეულ მოსწავლე არის ერთი ხმა, ანუ მშობელს თუ ყავს ერთი მოსწავლე, ამ შემთხვევაში ის აძლევს ესე იგი იმ საფეხურზე მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება გააჩნია, ხოლო თუ მას ორი შვილი ყავს, ამ შემთხვევაში 2, ანუ თვითონ მოსწავლე ერთი ხმა ესე განისაზღვრება ზოგადი განათლების კანონის მიხედვით. ხოლო მასწავლებლები თვითონვე ესე იგი პედაგოგიური საბჭოს წარდგენილი კანდიდატებიც იქნებიან, ასევე თითო ხმას აძლევენ თავიანთი.
მე ჩვენს რადიოს მსმენელებს და ტელემაყურებლებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გახლავთ 79160 შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ვსაუბრობთ სამეურვეო საბჭოების არჩევნებთან დაკავშირებით და ბატონო ალიკო მე მექნება თქვენთან ასეთი შეკითხვა როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანიები თქვენს სკოლაში თქვენს სკოლის მომენტში პირველ რიგში მოგესალმებით მინდა გითხრათ რომ წინა საარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბულია საჯარო სკოლებისათვის დასრულდა საარჩევნო წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია და უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც გრძელდება დღეს ხვალ შაბათის ჩათვლით, კვირას მოიხსენებათ უკვე არჩევნების დღეა. დარეგისტრირების შეინიშნება საკმაოდ სერიოზული აქტივობა, რაც მისასალმებელია. მაგალითად, საკუთარი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, გაცილებით მეტ ადამიანს აქვს სურვილი იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი, ვიდრე ეს კანონით არის დადგენილი, ანუ გულისხმობ 6 ადამიანს მასწავლებლებში, ასევე მეტი რაოდენობა დარეგისტრირებული მშობლებშიც, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანებში როგორც ჩანს გაიღვიძა მოქალაქეობრივმა აქტივობამ და მეტი მსურველია, მეტ სურს გამოავლინოს თავისი ნიჭი, თავისი უნარი, მიიღოს მონაწილეობა სკოლის მმართველობაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მეუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ გზაზე დგევართ. და ქალბატონო ნინელი, თქვენ ხართ სამეურვეო საბჭოს წევრი 2006 წლიდან. რა საკითხებზე მუშაობთ 3 წლის განმავლობაში და საერთოდ რა შედის სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში? სამეურვეო საბჭოს არჩევნები 2006 წელს ჩატარდა, ამის არჩეული ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრად და უნდა ითქვას, რომ სამეურვეო საბჭოს მუშაობა დადებითად მინდა ჩავთვალო, შევაფასო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა საკითხი, რაც იყო სკოლაში განსახილველი, ხდებოდა დირექციასთან შეთანხმებით სამეურვეო საბჭოსთან ერთად და საჯარობის პრინციპის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, გაამართლა ნამდვილად სამეურვეო საბჭომ. ბატონო გიორგი, რამდენად არის დასაშვები, რომ თქვათ იგივე წევრებმა მიიღონ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებზეც? მოგახსენებთ, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, რომლებიც უკვე იყვნენ სამეურვეო საბჭოს წევრები 2006 წლიდან, აქვთ 2 ვადით, ჰქონდათ 2 ვადით არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ანუ ამ არჩევნებშიც მათ აქვთ უფლება, რომ ჩვეულებრივად შეეტანათ განაცხადი და შემდეგ უკვე თავიანთი საარჩევნო პროგრამით წარდგარებდნენ სკოლის წინაშე. 2 ვადით შეუძლიათ მათ იყარონ კეჭი. ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ თქვათ იგივე კადრებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოები. ეს უკვე დამოკიდებულია თვითონ სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებაზე და თვითონ მოსწავლეების, მშობლების კონტინგენტზე, რამდენად გამოიჩინან ისინი და უშუალოდ აქტივობას როგორ ადამიანებს დაუჭერენ მხარს, ეს უკვე მათია დამოკიდებული, ვის აირჩევენ, ვის მიანიჭებენ უპირატესობას და ვიზე გააკეთებენ აქცენტებს. ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვათ იგივე რამდენიმე წლის წინ, თუნდაც 4-5 წლის უკან რომ არ იყო სამეურვეო საბჭოები სკოლებში, თქვათ რა ხარვეზები იყო, რა გამოსწორდა ამ სამეურვეო საბჭოების არსებობით? მოგახსენებთ, რომ სკოლა ცენტრალიზებულად იმართებოდა, მინდა გითხრათ და აი ამ ახალი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მხედველობაში მაქვს ეს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს გულისხმობთ, რომ რეფორმის კვალდაკვალ განხორციელდა, სკოლა გახდა დეცენტრალიზებული, შეიქმნა ძალიან დემოკრატიული, ძალიან გახსნილი სივრცე სკოლაში და არის შემოქმედებითი თავისუფლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული მოსწავლეს, თითოეული მასწავლებლის მშობელს აქვს ძალიან აქტიური მონაწილეობის უფლება და სურვილი და ნება თუ ექნება თავის დავაცხადი ამათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში და სკოლის საომარი გეგმების დასახვას და მის განხორციელებაში. მანამდე ეს შეზღუდული იყო თავის დავაცხადია, იყო რაღაც გარკვეული იერარქიული შენობა და აი ამ შენობის სიმძიმე მთლიან სკოლას აწვებოდა. ასე რომ სკოლა მოკლებული იყო თავისუფალი განვითარების და თავისუფალი შემოქმედებითობის, ასე ვთქვათ, საშუალებას და სწორედ ცივილიზებულ სახელმწიფოებში არსებობდა და არსებობს სკოლის გამგეობები, სკოლის სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც მთელი საზოგადოება იღებს მონაწილეობას სასკოლო ცხოვრების განვითარებაში, ვინაიდან სკოლაში ხდება საზოგადოების მომავალი თაობების მხრიდან საზოგადოების ფორმირება. ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მზაობა და აქტივობა უნდა იყოს ძალიან მაღალი ამ მხრივ. ბატონო ალიკო, თქვენ რას ვფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად გაამართლა სამეურვეო საბჭოების ჩამოყალიბება? სიამოვნებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ სამეურვეო საბჭოების არ ყოფნის პერიოდში მე არ გახლდით სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მე მხოლოდ 2006 წლის სექტემბერში შევუდექი ამ საქმეს, მაგრამ
ბუნებრივია ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ესეთი ორგანიზმი, ესეთი სტრუქტურული ერთეული სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელიც კია იმ თვალსაზრისით, რომ ხდება დემოკრატიული პრინციპების უფრო უკეთ აღქმა საზოგადოებაში, ხდება პასუხისგებლობის, კოლექტიური პასუხისგებლობის ინსტიტუტის დამკვიდრება და საერთოდ მიზანშეწონილია ალბათ ჩემი აზრით ის, რაც უფრო მეტ კომპეტენტურ ადამიანს დაეკითხები, რაც უფრო მეტი კომპეტენტური რჩევა გვექნება ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს სკოლას საჯარო დაწესებულებას, ყველა საჯარო დაწესებულებას მხოლოდ წარადგება და მხოლოდ უკეთესობისაკენ შეცვლის ვითარებას. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ იგრძნობოდა ხოლმე ერთი პატარა ჰარვეზი აქამდე არსებულ სამეურვეო საბჭოებში, იმ თვალსაზრისით, რომ ეს პირველად შემდგარი სტრუქტურული ერთეული იყო და იყო ცოტა თვითქოს გაუცნობიერებელიც, აი რა ევალებოდათ კონკრეტულად უფრო რაში იყო საქმე, რა შემდგომარეობდა, გამოუსწრებლობა ბუნებრივია და ყოველივე ეს მოსალოდნელიც გახდა ბუნებრივია, იმიტომ რომ გივამბობ ეს პირველი იყო მხოლოდ და ეხლა თანდათანობით დაიხვეწება ეს პროცესი, თანდათანობით ჯდება კალაპოტში და თანდათანობით მიიღებს იმ მიმართულებას, რომელი მიმართულებაც არის შაფიქრებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, როდესაც ეს ინსტიტუტი დაარსდა. და ყველა თითოეული სამეურვეო საბჭოს წევრი სისხლხორცეულად დაინტერესებული უნდა იყოს არა რაღაცა ფიქრით მომავალ საკუთარ კეთილდღეობაზე ან ასე შემდეგ და შემდეგ, არამედ სისხლხორცეულად დაინტერესებული უნდა იყოს იმ დაწესებულების ბედით, რომელ დაწესებულებაშიც ის ფიქრობს, რომ საბჭოს წევრად უნდა მოვიდეს და გააჩნდეს ძალიან საინტერესო და მიმზიდველი სამოქმედო პროგრამა, როგორ ცდილობს, როგორ აპირებს ის მომავალში თავისი გეგმების განხორციელებას, რას აკეთებს, რას გააკეთებს, რა უნდა, რატომ მოდის და რაც უფრო შინაარსიანი, რაც უფრო საინტერესო იქნება ეს პროგრამები, მით უფრო გაიოლდება არჩევანის გაკეთება მომრჩევლების მიერ. ისე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება წინ და მაქვს უფრო გაცილებით უკეთესი მომავლის რწმენა. ქალბატონო ნინელი, თქვენ როგორ შეაჯამებდით და როგორ შეაფასებდით აი ამ 3 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ იყავით სამეურვეო საბჭოს წევრი, ანუ რა საკითხები შემოდიოდა სკოლაში განსახილველად, აი კონკრეტული მაგალითების ფონზე რომ ვისაუბროთ, თუ შეგიძლია. 3 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უზომოდ ბევრი საკითხი იყო გადაჭრილი სამეურვეო საბჭოს ხდომაზე. თუ მანამდე ჩვენ არ ვიყავით გარკვეული თუ რა ხდებოდა, უფრო თვალსაჩინოდ არ იყო ჩვენთვის პედაგოგებისთვის, რა ხდებოდა სკოლაში, მის შემდეგ, როდესაც ბატონი ალექსანდრე მოვიდა, მას დახვდა უკვე არჩეული სამეურვეო საბჭო. ეს მოხდა ივნისში სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ბატონი ალექსანდრე სექტემბრის ბოლოს მოვიდა. მანამდე მობილური დღე გავს მინისტრები და გავიყვანოთ ეთერში და აუცილებლად გავაგზავნოთ საუბრად. მოგესალმებით და გისმენთ პირდაპირ ხარ. მშვიდობისა. მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს ასეთი, თუ რამე საკეთებს ჩვენი განათლების სისტემა ქალაქის იმისათვის, რომ ბავშვებმა ან საერთოდ სამინისტროსთან შეთანხმებით ბავშვებთან უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ქართული ენის გრამატიკის სწავლას. ამის დეფიციტია სკოლებში და ამას დიდი ყურადღება სჭირდება. ენას დავკარგავთ, ბევრ რამეს დავკარგავთ. მადლობთ ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ზარისთვის. ამაზე ალბათ ბატონი გიორგი გაქვს. ბატონო ვისაუბრებ, მესმის ამ ქალბატონის აზრი და მინდა ვთქვა, რომ ის რომ თითქოს ქართული გრამატიკა მოღებულია სასკოლო პროგრამიდან, ეს არ არის მართებული და არ არის მართალი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, ამ გეგმაში არის ჩამოყალიბებული ასე ვთქვათ, შედეგები, რაზეც უნდა იყოს ორიენტირებული მასწავლებელი და მოსწავლე, ასე რომ მასწავლებელს შეუძლია რომ გამოიყენოს არა მარტო ის სახელმძღვანელო, რომელიც მოცემული ამ შემთხვევაში სასკოლო სახელმძღვანელობის ნუსხაში და გლით მინიჭებული, არამედ მას შეუძლია დამატებითი ლიტერატურის დამატებითი რესურსის გამოყენება, რომ ამ შედეგებს გაიყვანოს ბავშვი, ისე რომ გრამატიკის სწავლება შეზღუდული არ გახლავთ, ასე რომ მასწავლებლის გამოცდილებაზე, მის ღრმად გათვითცნობიერებაზე არის დამოკიდებული ეს ყოველი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ პედაგოგებმა უნდა იაქტიურონ ამ ხელს, უფრო მეტი მასალა ჩართონ ამ სასწავლო პროცესში, მეტი თვალსაჩინოება გამოიყენონ, უფრო მეტი ენობრივი რესურსი გამოიყენონ და ეს მე ვფიქრობ, რომ უფრო ამაღლებს. რა თქმა უნდა ხდება, ეხლა მე თუ ყველა მასწავლებელი ინფორმირებული ამაზე, ჩვენ არ ვკრძალავთ დაუშვათ რომ რას ქვია გაკრძალვა იყოს იმისა, რომ დაუშვათ ენის სწავლების კუთხე და იმ დამკოლება არსებობდეს. ჩვენ გვაქვს ერთიანი
ეროვნული კურიკულუმი, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა და ამ გეგმაზე გავდივართ ყველა ჩვენთაგანი არა სკოლებში, მაგრამ დამატებით რაც საჭირო არის, ყველა სკოლას აქვს ფართო არჩევანის უფლება და ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გააკეთონ და გამოიყენონ ეს ყოველი. ასე რომ ენის სწავლება არც ერთ შემთხვევაში არ არის აკრძალული და არც აიკრძალება და ეს არ არის მართებული მოსასწრება. დიდი მადლობა. ქალბატონ ნინელი, გავაკეთოთ თუ შეიძლება ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რაც თქვენ ამ 3 წლის განმავლობაში განიხილეთ. უსამოდ ბევრი საკითხი იყო. პირველ რიგში დირექტორი საქმის გულში გვაყენებდა ჩვენ სამეურვეო საბჭოს, თუნდაც აი სკოლის ბიუჯეტი, თვალსაჩინო ხდებოდა ჩვენთვის თითოეული თანხა სად მიდიოდა, რა ხდებოდა, რა კეთდებოდა. დიახ, გარდა ამისა, პროექტების ერთობლივი მუშაობა ხდებოდა, შემუშავება მათი. და 1000 საჭიროებოდა საკითხი თუ კი რამ წამოიჭრებოდა პედაგოგიურ კოლექტივში. იყო რაიმე პრობლემური საკითხები, რასაც წყვეტდა სამეურვეო საბჭო? კი იყო ასეთი საკითხებიც და ვცდილობდით ყველაფერი დადებითად გადაგვეწყვეტა. და როგორ თანამშრომლობთ სამეურვეო საბჭოსთან დირექტორი ბატონ ვალიკო? თუ შეიძლება ქალბატონ ნინელის შეკითხვაზე პატარა კომენტარს გავაკეთებ და მე სიამოვნებით აი მაგალითად ახლა თქვენ ძანეთ რა პროექტები განახორციელა სამეურვეო საბჭოსთან ერთად დირექციამ და სულ ბოლო რამდენიმე უკვე ბოლო 1-2 თვის მაგალითს მოგახსენებთ ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო პროექტი დაინერგა ჩვენთან პირველად ჩატარდა შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის რომელსაც ფიქრობთ რომ სისტემატური ხასიათი მიეცემა და გაგრძელდება მომავალში ძალიან საკმაოდ ესეთი სოლიდური ღონისძიება გამოგვივიდა და ვფიქრობ რომ ძალიან სასარგებლო იყო როგორც მოსწავლეებისათვის ისევე უფროსებისათვის ისევე პედაგოგებისათვის სულ ახლა ხანს მოხდა სკოლის მისიის შემუშავება რომელშიც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეურვეო საბჭომ საგნობრივმა კათედრებმა ასე შემდეგ სულ ახლა ხანს დამტკიცდა სკოლის ხანგრძლივი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია პროცედურულად გაწერილია მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გასახორციელებელი ღონისძიებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება თანამშრომლობას, მე შემიძლია კიდე გავაგრძელო ამ სიის ჩამოთვლა, რაზეც ახლა გესაუბრებით, აქედან ჩანს თვალნათლივ რა ურთიერთობა და რა ურთიერთდამოკიდებულება აქვს დირექციას საბჭოსთან. ჩემი აზრით სკოლის დირექცია სამეურვეო საბჭოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს ძალიან შინაარსიანი, ძალიან კონსტრუქციული, ძალიან საქმიანი და ჩვენ ყოველთვის ვისმენდით და ყოველთვის ვიღებდით და ვითვალისწინებდით ყველა საქმიან შენიშვნას, ყველა საქმიან წინადადებას. ისევე სამეურვეო საბჭო ხშირად ითვალისწინებდა იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. იყო შემთხვევები, როდესაც საბჭო თვითონ ვთავაზობდა და ეს წესით ასეც უნდა ხდებოდეს, ჰქონდათ მათ გარკვეულწილად მრავალფეროვანი ესეთი პალიტრა წინადადებებისა. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებოდით, იყო შემთხვევები, როდესაც არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ამათობდით კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ჯანსაღი კამათის და ჯანსაღი პოლემიკის თუ ჯანსაღი დიალოგის ჩარჩოებში მოქცეული და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ესეთი კონსტრუქციული ურთიერთობა მიიყვანს სკოლას იმ დადებით შედეგამდე, რაც გაწერილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რასაც გულისხმობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეს მხოლოდ ამ გზით, ამ მიმართულებით არის შესაძლებელი და არა ცალსახა გადაწყვეტილებების მიღებით, რაც არაერთ გზის იყო ხოლმე დამახასიათებელი სკოლის ხელმძღვანელობისათვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 79160 შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და ყავს მსმენელი კიდევ მოგესალმებით ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, ისმენთ. მოგესალმებით ხო პირდაპირ ეთერში ხართ ისმენთ. გამარჯობა. სასიამოვნო ვარ რომ სკოლაზეა საუბარი და მე მაქვს ერთი შეკითხვა. როგორც ცნობილია, პედაგოგი ანასწავლოთ აღწევს საათობრივი დატვირთვის მიხედვით. მაგრამ თუ 18 საათს ატარებს, აგინასწავლებენ. თუ 20 ატარებს, მაინც 18-ზე აგინასწავლებენ. თუ 22 საათს ატარებს, მაინც 21-ზე აგინასწავლებენ. არის თუ არა რაიმე ცვლილება მოსალოდნელის ეფექტით? დიდი მადლობა. უპასუხებთ შეკითხვის მოგულებლის მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული პედაგოგების ხელფასის ფორმულირება, მინდა გითხრა და არსებობს რამდენიმე დატვირთვა საათობრივი. ეს არის სრული დატვირთვა 18 საათი, სრულზე მეტი დატვირთვა 21 საათი და სრულზე ნაკლები 18-ზე ნაკლები. ასე რომ
ყველა პედაგოგი, ვინც ატარებს 18 კვირეულ საათს, მას ბუნებრივია აქვს სრული დატვირთვის დანაზღაურება სკოლაში. და ასევე სრულზე მეც თუ ატარებს, მას ბუნებრივია დანამატი მიეცემა. ასე რომ, დანარჩენი თუ მას სრულზე ნაკლები დატვირთვა გააჩნია კვირეული, თავისთავად ცხადია, ეს გადანაწილებულია ამ საათობრივ ოდენობაზე და ისევ ნაზღაურდება. და გარდა ამისა კიდევ თვითონ სკოლაზე არის დამოკიდებული დაუშვათ მაგალითად ერთ-ერთი სკოლის მაგალითად შემიძლია თქვა რომ თვითონ სკოლამ განსაზღვრა პედაგოგების მიღწევის დონეები, ასე ვთქვათ, შეუძლია კათედრების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომ დაუშვათ პედაგოგმა მიაღწია რაღაც დასახულ გეგმას, დასახულ მიზანს და სკოლამ გაუკეთოს მას გარკვეული დანამატები. ასე რომ სკოლის სტრატეგიაზე არის დამოკიდებული ბოლხში შემთხვევაში პედაგოგების წახალისების ფორმები, ის რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, უკვე მოგახსენებთ გითხარით, რომ არსებობს აი სამი დატვირთვის სახე და ამ დატვირთვაზე არის გაწერილი პედაგოგის ხელფასი და ეს თითოეული სკოლის ბუღალტერმა ძალიან კარგად უწყის ჩვენს მიერ აქვთ მათ განკვიცემული ეს მითითება და კონსულტაციები და ასე თუ რომელიმე სკოლაში ამ მსგავსი რამ ხდება და ისინი არ იღებენ იმ ოდენობის დატვირთვის ოდენობის ხელფასს რაც მათ აქვთ ვეთქვი მათ რომ მოგაკითხონ და ჩვენ გავარკვევით ამაში დავინტერესდებით და კონსულტაციას მივცემთ. ბატონ გიორგი, თუ არის განსხვავება მცირე კონტინგენტიან სკოლებში? მცირე კონტინგენტიანი სკოლები სამწუხაროდ მომგრავალ რაიონში ყავს რამდენიმე ასეთი დაახლოებით 24 სკოლა რაიონში, რომელიც თავისი მოსწავლეების ვაუჩერების ოდენობით ვერ ახერხებს საკუთარი სახელმწიფო ფონდის მთლიანად დაფარვას. ამ შემთხვევაში სკოლების მიერ მოტანილი ინფორმაციით, რომელიც დაფუძნებული არის მათ ტარიფიკაციაზე, რესურსცენტრი ახდენს ყოველთვიურად განათლების სამინისტროსთვის შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნას და მათ ერიცხებათ იმ ოდენობის ხელფასი, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ საათობრივი დატვირთვის მიხედვით. ასე რომ პედაგოგებისთვის ეს გამონაკლისი არ არსებობს. ისინი მიიღებენ იმას, რამდენსაც ატარებენ, რამდენ საათობრივი დატვირთვას გააჩნიათ მათ. მაგრამ გამონაკლისი ამ მხრივ არის დირექტორებზე, მინუსიანი სკოლის დირექტორები შედარებით უფრო ნაკლებად დანაზღაურებას იღებენ, თუმცა განათლების სამინისტრო მუშაობს ამ ფორმულირებაზე, ასე ვთქვათ, რომელიც მიხედვითაც ეს პერ-კაპიტას იგივე ვაუჩერული დაფინანსების სისტემა შეიცვლება, გარკვეული კორექცია შევა და აი ამ კორექციის მიხედვით ჩვეულებრივად დირექტორების ანაზღაურების ფორმატი დადგინდება და ეს გახდება საყოველთაო მიამის მომხრევა და არაერთხელ მიმართავს ჩვენ ამ ინიციატივით სამინისტროსთვის, იმიტომ რომ ყველა დირექტორს აქვს ერთნაირი დავალება, ერთნაირი პასუხისმგებლობა, ერთნაირი ხედვა, ასე ვთქვათ, აი ამ განათლების სისტემაში და ვფიქრობ, რომ დაფინანსების მოდელი უნდა იყოს მორგებული ამ საერთო ინიციატივებზე და საერთო ხედვაზე. ასე რომ თვითონ დირექტორის დაფინანსების საკითხსაც მიუბრუნდები, რაც შეეხება თვითონ დირექტორების დაფინანსების ხელფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, ამას თვითონ სამეურვეო საბჭო განკარგავს და განაგებს, იმიტომ რომ დირექტორი ანგარიშვალდებულია საფინანსო მოღვაწეობის კუთხით სამეურვეო საბჭოს წინაშე ყოველი წლის დეკემბრის თვეში ის აბარებს სასწავლო პროცესების ირგვლივ ანგარიშს სამეურვეო საბჭოს, ხოლო ფისკალური წლის ბოლოს ფისკალური წლის შესახებ ინფორმაციას აბარებს სამეურვეო საბჭოს და ეს ხდება გარკვეული ანგარიშის წარდგენა ხდება. და რაც შეეხება თუ დირექტორის დაფინანსების ხელფასის საკითხს, ამას სამეურვეო საბჭო განკარგავს, განაგებს და ხდება გარკვეული ურთიერთმოსაზრების შეჯერებების შედეგად. ბატონ ალიკო, თქვენთან მექნება ისევ საუბარი, ისე დაუბრუნდეთ სამეურვეო საბჭოს. რა არის მიზანი, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამ სამეურვეო საბჭოს მუშაობის მიზანი თქვენი აზრით? მე წევანაც ვამბობდი და ისევ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ სამეურვეო საბჭოს არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ეფუძნება ერთ მარტივ ფორმულას. თითოეული საბჭოს წევრი დაინტერესებული, სისხლხორცეულად დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რა სიახლე უნდა შეიტანოს საჯარო დაწესებული საჯარო სკოლის ცხოვრებაში, რით უნდა აარგოს მას, რა სიკეთე უნდა მოუტანოს მისმა ამ საბჭოში ყოფნამ, იმიტომ რომ მას ამომრჩევლები ყავს, რომლებიც როგორც ჩანს, იმედის თვალით უყურებდნენ და ელოდნენ მისგან რაღაცა ახალს, რაღაცას დაინტერესოს, რაღაცას შინაარსიანს. და სწორედ ამიტომ არსებობს ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ყველა განვითარებული ქვეყნის საჯარო სკოლაში თუ პროფესიულში თუ დარგობრივ სკოლაში რა მნიშვნელობა აქვს, როგორებიც არსებობს, ყველგან არის სამეურვეო საბჭო და ყველგან ამ მიზნით არის, რომ და იმიტომ იცვლება პერიოდულად, რომ არ მოაკლდე, არ იყოს სიახლის დეფიციტი, არ იყოს შინაარსის დეფიციტი და არ იყოს ხარისხის დეფიციტი. სამეურვეო საბჭოს სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს დღემიადად. რა სიახლე და რა საინტერესო ინიციატივა შემოიტანოს სკოლაში. დირექცია არსებობს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს კონსტრუქციულად მიუდგეს, მხარი დაუჭიროს, განიხილოს და ასე შემდეგ. რამდენად დასაშვებია, რომ თავად დირექტორი შევიდეს სამეურვეო საბჭოში კონკრეტული ინიციატივებით? არა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, დირექტორი
დასაშვები კი არა, მე ვფიქრობ, ვალდებულიც კია, რომ გარკვეულწილად მონაწილეობდეს სამეურვეო საბჭოს ცხოვრებაში, აქტიურად მონაწილეობდეს, უნებრივია ის უნდა შედიოდეს მათთან სხვადასხვა ინიციატივებით, მაგალითად ყოველწლიურად დირექტორი ვალდებულია, რომ შეადგინოს ბიუჯეტი და მე ეს უნდა განიხილოს საბჭომ და დაამტკიცოს, იგი ვალდებულია შეადგინოს ყველაზე მორგებული წესდება, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, განვითარების ყოველწლიური გეგმები, რომელსაც ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, განხილვებს აწყობს და ასე შემდეგ და შემდეგ. არის უამრავი საკითხი, გარდა იმისა, რასაც ახლა მე გესაუბრებოდით, რომლებიც ყოფითი რეალობიდან მომდინარეობს და ახლა რთულია ესეთ საკითხებზე წინასწარ საუბარი და ჩამოთვლები, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების შედეგად მოდის და საბჭო მას განიხილავს 12 ადამიანი პლუს მე 13 საშუალო საფეხურის მოსწავლე ამ საკითხს უდგება შემოქმედებითად, ამატებს რაღაცას, აკლებს რაღაცას, რაც არ მიაჩნია სწორად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე უნდა იქცეოდეს საბჭოს თითოეული წევრიც, რომელიც დირექციასთან მჭიდრო კონტაქტში და მჭიდრო ურთიერთობაში მივა რაღაც საინტერესო დასკვნებამდე და საინტერესო შედეგამდე. ქალბატონინები, ჩვენ ვისაუბრეთ წეგან ის საკითხებზე, რომლებსაც განიხილავდა სამეურვეო საბჭო. სიახლეებს რაც შეეხება, რა სიახლეები დანერგეთ, აი რა შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს თქვენი მოღვაწეობის პერიოდში სამეურვეო საბჭოში თქვენ დანერგეთ კონკრეტული სიახლეები, რაც ამჟამადაც მიმდინარეობს სკოლაში. უსამოდ ბევრი სიახლეები იქნა დანერგილი. შეგიძლიათ აი კონკრეტულად ვისაუბროთ კონკრეტულ სიახლესთან დაკავშირებით. თუნდაც აი რამდენიმე პროექტი იქნა წარმოდგენილი, განხილული, მაგალითად ბიბლიოთეკის ახალი, ესე იგი, იყო სულ სხვა ადგილას, გადავიტანეთ ის სულ სხვა ადგილას, საინტერესო და ლამაზი ინტერიერი შეიქმნა მოსწავლისათვის, ხელმისაწვდომია ყველა საჯარო ინფორმაცია თუ რამე ჭირდებათ მათ რაიმე სახელმძღვანელო, ახალი ინვენტარი შევიტანეთ ბიბლიოთეკაში, წიგნადი ფონდი გაიზარდა, შევიძინეთ მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოებით შევიძინეთ და გადავეცით ის მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, დროებით სარგებლობაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ხდებოდა. გასაგებია, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 751 ყავს მსმენელი ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. საღამომშვიდობისად. მოგესალმებით. ძალიან დიდი ბოდიში რა, ერთი შეკითხვა მაქვს რა. აი ახლა უსმენდი თქვენ გადაცემას და პირდაპირ მეცინება რა, სკოლებში რა სიტუაცია, იცით? ესე იგი, დირექტორებს ამ ხელფასები აქვთ, მასწავლებლები სულ დავაა სკოლებში და ამითი ბავშვები ზარალდებიან. აი ამ დავის შედეგად. დირექტორს რომ 800 ლარი აქვს ხელფასი სკოლაში, სადაც მასწავლებელს 120 და 130 ლარი აქვს, ეს შეიძლება? ქალბატონ, თქვენ ახსენეთ ბავშვები ზარალდებიან, რომ დაგვიკონკრეტოთ რას გულისხმობთ? ბავშვები ზარალდებიან იმაზე, რომ მთელი დღე რომ სამასწავლებლოში ჩხუბია, რომ შენ ამდენი რატო გაგდა, მე რატო არა მაგდა, ეს ამას ბავშვები ისმენენ, შეიძლება მოდიან სახლში და ამბობენ, მე რომ აი გაკვეთილი ამდენი წუთი დაგვეს არის, გაგვიწყდა, სამასწავლებლოში ჩხუბი იყო და ასეთი რაღაცა. აი პირდაპირ რა ვიცი, ახლა მე მგონია, რომ ვაუჩერი მომდის ბავშვისთვის, ხო? და ბავშვის პირობები რომ კარგი იყოს და კარგი განათლება მიიღოს, მასწავლებელი უნდა იყოს დაინტერესებული პირველ რიგში და მე მგონია რომ მასწავლებელს უფრო აქვს შეხება ბავშვებთან ვიდრე სკოლის დირექტორს. ქალბატონ, თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული ფაქტი რომელიმე სკოლის მაგალითზე? მე ხარ სკოლის მაგალითი რო გითხრათ, მე ბავშვი უნდა გამოვიყვანო იმ სკოლიდან და რა აზრი აქვს ამას, მაგრამ გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. რა ხდება ბატონო გიორგი, არის ესეთი შემთხვევები? ეხლა მე წეგანაც ვახსენებ, რომ თვითონ სკოლის ფინანსურ ცხოვრებას მთლიანად განაგებს სამეურვეო საბჭო. დირექტორების ეს მაღალი ხელფასები თვითონ სამეურვეო საბჭომ უნდა გაიაზროს, კარგად გააცნობიეროს, რამდენად არის აი ამ სკოლის ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, შეუძლია თუ არა სკოლას გაწვდეს ამ ხელფასის გაცემას, იმიტომ რომ სასკოლო ცხოვრებაში უამრავი დამეთანხმებიან კოლეგები, უამრავი ღონისძიება გასატარებია წლიდან წლამდე და ეს ყველაფერი ბუნებრივია დაკავშირებულია ფულთან, ანუ ბავშვების ვაუჩერულ დაფინანსებასთან და შესაბამისად, როცა სკოლის ბიუჯეტი მტკიცდება და ხდება ამ ბიუჯეტის დამტკიცება,
თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ყოველი. თითოეულ ღონისძიებაში რამდენი თანხა განიკარგება და დირექტორზე გაწერილი ხელფასის ფონზე ეყოფა თუ არა სკოლას ის თანხები, რომელიც აი ამ სკოლის სასკოლო ცხოვრებას უნდა მოხმარდეს. რაც შეეხება ახლა პედაგოგების და დირექტორების ხელფასის განსხვავებას, მე ამაში დავეთანხმები ჩვენს მაყურებელს, მათ რაც არსებობს, მე როგორც გითხარით. არის გარკვეული თქვენ რომ კიდევ შესაძლებელია დირექტორის ხელფასი გაიზარდოს. არა, მე ხელფასის გაზრდაზე არ გესაუბრებოდი, მე წერან საუბრობდი დირექტორების აი ამ ხელფასის გარკვეული მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ აი ამ პირობებში არ არის ერთიანი ფორმულირება, რომელიც განსაზღვროს დირექტორების ხელფასს და დირექტორების შრომის ანაზღაურებას. ამიტომ ამ ხრივ სისტემა არის გარკვეულწილად დასახვეწი და ფიქრობ, რომ მოარში აუცილებლად დაიხვეწება. რაც შეეხება პედაგოგების დაფინანსების საკითხს, როგორც ვახსენე, არის გარკვეული განსხვავება და ზოგ სკოლაში საკმაოდ დიდი განსხვავება არის პედაგოგსა და დირექციის ხელფასს შორის, თუმცა მე ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურების გამო ჩვენი პედაგოგების ღვაწლი ფასდება, ნელ-ნელა ტენდენცია წამოვიდა მათი ხელფასების მომატების და ჩვენ შედეგების სახეზე გვაქვს. აი, თუნდაც ამ წელიწადში მოემატა პედაგოგების ხელფასი და რაც მთავარი ინიციირება და ინიციატივა არის ძალიან მზარდი, ასე ვთქვა და ძალიან კარგი და ვფიქრობ, რომ მომავალში პედაგოგს ექნება ისეთი ხელფასი, რომელიც უნდა კონდეს ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში პედაგოგს, რომელზეც დამოკიდებული მომავალი თაობების აღსდა. კიდევ ერთი მოქალაქე არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში ხარ და მოგესალმებით და გისმენთ. ალო. პირდაპირ ეთერში ხარ. ქალბატონო, თემოთ შეკითხვა. ცოტა გვიან ჩაგეცეთ და არ ვიცი ეს ქალბატონის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარეა თუ ვინ არის. ბიბლიოთეკის გადატანას, ინტერიერის შექმნას, რა სჭირდება სამეურნეო საბჭოს ვიზები და რაღაცა გაიქი შემსმენელი ქალბატონინერი მე რამდენადაც მივხვდი თქვენთან თქვენი საუბრის შედეგად გარეკა ქალბატონმა და ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით თუ შეიძლება გასაგებია. ეს რა თქმა უნდა თანხებთან იყო დაკავშირებული და დირექციამ სამეურნეო საბჭოსთან ერთობლივად გადაწყვიტა ეს ყველაფერი და ისე გაკეთდა. თქვათ იყო თუ არა ყოველთვის მისაღები ეს გადაწყვეტა? ნამდვილად ყოველთვის მისაღები იყო და პირადად ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს იყო ესეთი სასკოლო სკოლაში ხორციელდება, შიდა სასკოლო პროექტები ქვია, როცა სკოლის რესურსები და გამომდინარე ხდება დაუშვათ სკოლისთვის საჭირო რაღაცების ორგანიზების გაკეთება. ეს არ არის ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ გაუმართლებელი მოქმედება. დიდი მადლობა. კიდევ ერთი მოქალაქე გვერდავს, მოგესალმებით და გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო, პირდაპირ ეთერში რა? დიახ. ხო, რა არის ის ქალბატონი საუბრობდა დირექტორებისა და მასწავლებლების ხელფასის ხოვბაზე. და მე მინდა ამ ქალბატონს შევახსენო, რომ დირექტორებმა საკმაოდ ესეთი მკაცრი გამოცდა გაიარეს და ასეთი მკაცრი გამოცდა არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირება ჩატარდება მასწავლებლებისათვის. და ამის შემდეგ მოხდება მასწავლებლის ხელფასის ზრდა სამომავლოდ. და რამდენადაც მალე ჩატარდება სერტიფიცირება მასწავლებლებისა, იმდენად დროულად გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი. ასე რომ გული ნუეტკინება იმ ქალბატონს და უახლოვდება ერთმანეთს დირექტორისა და მასწავლებლების ხელფასები. დიდი მადლობა. ეს ქალბატონმა უბრალოდ საკუთარი აზრით დააფიქსირა სერტიფიცირებაზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ესე იგი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელდება პედაგოგების საერთო სერტიფიცირება, რომელიც გაგრძელდება 2014 წლამდე. და მინდა გითხრათ, ჩვენი სახელმწიფოს დამსახურება ისიც და ჩვენი ხელისუფლების რომ თითოეული პედაგოგი მიიღებს მისთვის საკმარის ვაუჩერს, რომლის მიხედვითაც მოხდება მისი გადამზადება, რომ გამოცდაზე გავიდეს მომზადებული და არ მოხდეს რაიმე ხარვეზები ამ შემთხვევაში, ასე რომ ყველა ის პროგრამა, რომელიც აკრედიტებული იქნება განათლების მასწავლებელი და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, აი ამ პროექტებში, აი ამ პროგრამებში პედაგოგები გადამზადდებიან და ისინი გაიგებიან წარმატებით დარწმუნებული ვარ ამ სერტიფიცირების გამოცდას, მოიპოვებენ სერტიფიკატი და მე უკვე უნებრივია ხელფასიც მოემატებათ. ბატონ გიორგი, თუ გადავხედავთ სკოლებს, თითქმის უმრავლესობაში არის ახალგაზრდა კადრი და საკმაოდ მცირეა, თქვათ, ასაკენ გამოცდილი პედაგოგი. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით, რამდენად კვალიფიციური პედაგოგები არიან თელ სკოლებში? ახალ თაობას გულისხმობთ? მოეხლა გარკვეული ბალანსი ამ ხრივ გვაქვს ჩვენ სკოლებში. კოლსა და გორის რაიონში გვაქვს ჩვენ 2300 პედაგოგი დაახლოებით და აი პროცენტულად ვავიღოთ თითქმის 70% არის შედარებით წინა თაობის წარმომადგენლები, მაგრამ ყავს ახალი თაობის პედაგოგებიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახალი თაობის პედაგოგებში ყავს ძალიან გამოცდილი და ენერგიული ადამიანები, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რესურსებში ერთხელ ჩავატარეთ საცდელი გაკვეთილი, ერთგვარი ღია საჯარო გაკვეთილი, რომელშიც
გაკვეთილი ჩაატარა ერთმა წინათაობის პედაგოგმა და ასევე ახალი თაობის პედაგოგმა შედარებითი ანალიზი გავაკეთეთ მე. ამიტომ ახალი თაობის პედაგოგები ვფიქრობ, რომ დაუფლებულნი არიან იმ ინოვაციას, რომელთაც უნდა ჩატარდეს ახალებული მიდგომი გაკვეთილები და იმ საგაკვეთილო ხედვას, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი სწავლის პროცესი მთლიანად. ასე რომ როგორი იყო ბატონ გიორგი? დასკვნა ეხლა მე გეტყვით, რომ ორივე გაკვეთილის შემთხვევაში პოზიტიური დასკვნის გამოტანა, პოზიტიური დასკვნა გამოვიტანეთ, თუმცა იყო რაღაც მეთოდიკაში გარკვეული, ესე ვთქვათ, სხვაობა და გარკვეული ცვლილება. ასე რომ ახალი თაობის პედაგოგები იყენებენ გარკვეულწილად იმ ახალ მიდგომას, რაც უნდა ჩატარდეს გაკვეთილის პროცესში, მაგრამ თუმცა წინა თაობის პედაგოგებსაც აქვთ გაცნობიერებული, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი არ უნდა იყოს მარტოოდენ აქტიურ როლში და გარკვეული ცვლილი უნდა შეიტანონ მოსწავლეებაც. ეს არიან ადამიანები, რომ არ ყო ძალიან კარგად აუგეს ამას. მაგრამ წინა პერიოდებში ხდებოდა ისე, რომ გაკვეთილზე ძირითადად 3-4 მოსწავლე აქტიურობდა, შედარებით წარჩინებული მოსწავლეები და დანარჩენი მოსწავლეები ჭდილში იყვნენ მოქცეულები და ეს გარკვეულწილად ჭდილავდა ამ ბავშვებს და მათი პოტენციალის განვითარებას ხელს უშლიდა. მაგრამ ახლა უკვე ხდება ბავშვების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ გაკვეთილის პროცესში, ხდება წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მეცადინეობა, პრეზენტაციები და აი ამ ყველაფრის ფონზე ყველა მოსწავლე არის გარკვეულწილად ჩართული, აქტიურია თუ ნაკლებად აქტიურია. ასე რომ ეს სიახლეები, რომელიც შემოვიდა გაკვეთილის პროცესში, ვფიქრობ აქტუალურია და ყველა პედაგოგმა უნდა გაიაზროს და გაითავისოს, როცა კლასში არის თავის ბავშვებთან. ბატონო, კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. აქ გამოითქვა ასეთი აზრი, რომ სამეურვეო საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს და სკოლას მართავს ფაქტიურად სამეურვეო საბჭო დირექტორთან ერთად. პედაგოგიური საბჭოს წინადადებები რა მისაღები არ არის? თუ პედაგოგიური საბჭო ვერ იფიქრებდა და ვერ იაზროვნებდა იმდენ, რატომღაც მგონია, რომ სამეურვეო საბჭო თავს მოხვეული საბჭოა და მეტი არაფერი. ეს ერთი და მეორეც კიდევ ინსტიტუტი რო დავამთავრეთ და მივიღეთ დიპლომები. ეს დიპლომები რა არ შეგვესაბამება და ყველა მოგცეს? თუ სერტიფიკატი მივიღე, მასწავლებელი ვარ და თუ არა და აღარა ვარ მასწავლებელი? დიდი მადლობა ზარისთვის. გავცემ პასუხს თუ შეიძლება. პირველ რიგში პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები ძალიან კარგად არის ასახული, ხარ არ დავიწყებ აი ამ კანონის თითოეული მუხლის კონკრეტულ განხილვას და მის ნიუანსებში წვდომას, იმიტომ რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი გახლავდა ყველა სკოლაში ძალიან თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული ეს ზოგადი განათლების კანონის სკოლის წესდებაც და მე ვფიქრობ, რომ სწორედ დეცენტრალიზაციის მთავარი მონოპოლარი გახლავთ ის, რომ სკოლაში რამდენიმე მმართველობითი რგოლი არის ჩამოყალიბებული და მთელი სკოლის სადავები მარტოოდენ არ უყრია ხელთ სამეურვეო საბჭოს. ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული პედაგოგიური საბჭო, თვითონ მოსწავლეების თვითმმართველობა, სკოლის დირექცია, ასევე სამეურვეო საბჭოს ეგიდით შექმნილი დისციპლინარული კომიტეტი, სააპელაციო კომიტეტი, ასე რომ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა არსებობს და რომელიმე სკოლაში თუ არის მსგავს შეთხვა, რომ პედაგოგიურ საბჭოს არ რევენ საერთოდ სკოლის ცხოვრებაში, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ იქ არის ძალიან დაბალი, ასე ვთქვათ, აქტივობა პედაგოგების და ბუნებრივია დირექციამაც უნდა შეუწყოს ხელი პედაგოგების გააქტიურებას სასწავლო პროცესში, იმიტომ რომ მთელი რიგი ინიციატივები, რომლებიც მიიღება სკოლის პროექტების, ასევე ბიუჯეტის, საბიუჯეტო მოსმენებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ჩართული ყველა პედაგოგი ძალიან აქტიურად და თითოეული პედაგოგის ინიციატივა უნდა იყოს ასახული ძალიან კონკრეტულად სკოლის განვითარების გეგმაში, ასევე თითოეული მოსწავლის მშობლის, ვინაიდან სკოლა არის არა მარტო ერთი და ორი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების, მთელი პედაგოგიური კოლექტივის და მთელი მშობელთა კონტინგენტის. ასე რომ ძალიან საინტერესო პროცედურები გახლავთ, როცა სკოლის ბიუჯეტი მტკიცდება, აქ ხდება ძალიან საინტერესო მოსმენები, ამ მოსმენებში ჩართული არის ძალიან, ესე იგი, არა მარტო თვითონ სკოლაში მომუშავე ადამიანები, არამედ დირექციას უფლება აქვს მოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების სხვა წევრები და ის გარკვეული კარგი ინიციატივები, პროგრესული იდეები, რომლებიც ზედმიწევრად მიესადაგება სკოლის განვითარებას, იყოს ასახული ამ ყველაფერზე. ეს არ არის მარტო ერთი და ორი პიროვნების გადასაწყვეტი თავისთავად ხატია. რაც შეეხება სერტიფიცირებას ახსენა, სერტიფიცირების განახლებაზე თქვა, რომ დიპლომი მქონდა აღებულიო, ეხლა ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩვენი რეფორმა არ გულისხმობს, რომ რომელიმე ადამიანს დაუხსოს განვითარების გზა. ეს გამორიცხულია ყველა ადამიანი, რომელიც სერტიფიცირებას გაივლის და არ არის შეზღუდული დროში დაუშვათ თუ ვერ გაიარა სერტიფიცირება, ან ვერ მოასწრო სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლა, ამ შემთხვევაში მას ჩვენი კანონმდებლობა სთავაზობს სადოს კიდევ ერთხელ ბედი და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიდეს ამ გამოცდაზე და გარდა ამისა, ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი 7 წელიწადში ერთხელ განაახლებს თავის სერტიფიკატს, იმიტომ რომ მუდმივი ძიება, მუდმივი გადახალისება, მუდმივი რაღაც წვდომა ამ სიახლეებში ეს არის აუცილებელი სასკოლო ცხოვრების მზარდი განვითარებისთვის. თქვენ რა ფიქრობთ ბატონო ლგო ამ ქალბატონის კომენტართან დაკავშირებით? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ
ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ახლა უფლება კი არა და აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გადახედოს კანონს ზოგადი განათლების შესახებ. იქ გარკვევით არის ჩამოყალიბებული პედაგოგიური საბჭოს ფუნქცია, რომელიც 3 პუნქტისაგან შედგება. თუმცა ეს პუნქტები საკმაოდ შინაარსიანი და ბევრის მომცველია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული სკოლის დირექტორს ყოველ შემთხვევაში ჩემს ახლო სანაცნობოში, სადაც კი ხელი რომელიც სკოლაშიც ხელი მიმიწვდება და ვიცი, სკოლის დირექტორებს შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს პედაგოგიურ საბჭოებთან, პედაგოგიურ საბჭოს ხდომებზე პედაგოგს ბუნებრივია არავინ უბრძალავს, რომ დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი, მისთვის საჭიროებო პრობლემაზე ისაუბროს, სამეურვეო საბჭოს ხდომაზეც შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის შემოსვლა და მისთვის საჭიროებო საკითხზე მსჯელობა. ისე რომ მე აქ ვერაფერს სიახლეს ვერაფერს პრობლემურს ვერ ვხედავ და ის რომ ეს თავს მოხვეულია ბუნებრივია მცდარი შეხედულებაა ვინაიდან ეს აპრობირებული და ნაცადი მეთოდი ეს არის უკვე ინსტიტუტია სამეურვეო საბჭოების. Ну, ეს მათი პოზიციაა, ქალბატონის პოზიციაა, სამწუხაროდ, ჩემი აზრით ეს მცდარი პოზიცია გახლავთ და რაც შეეხება უნივერსიტეტის დიპლომს, ეს ბუნებრივია სერტიფიცირება ბატონ გიორგიმ კარგად ძანა, ბუნებრივია სერტიფიცირების პროცესი არავის არ ართმევს პედაგოგობის უფლებას და მასწავლებლობის უფლებას, უბრალოდ აქ საუბარია საკუთარი თვითგანვითარებისთვის სისტემატურ ზრუნვაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ყველა პედაგოგისათვის, ყველა იმ პედაგოგისათვის, რომელსაც პრეტენზია აქვს მაღალ ინტელექტზე, რომელსაც პრეტენზია აქვს მაღალ შედეგზე, რომელიც უნდა მიიღოს მან თავისი მოსწავლეებს, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, იმიტომ რომ ეს ვინმეს დაძალების გარეშეც ისედაც უნდა ფიქრობდეს საკუთარ თვითგანვითარებაზე. სკოლებში ჩვენ გვაქვს მექანიზმები ნაკლებად შემუშავებული ბუნებრივია, რომლებიც ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებლობა გვაქვს ხელს უწყობთ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას შედარებით. ეს მექანიზმები მე არ ვამბობ, რომ ბრწყინვალეა და დახვეწას აღარ ექვემდებარება, რა თქმა უნდა, საჭიროებს მომავალში განხილვებს და ისევ დახვეწას, თუმცა ესეთი მექანიზმები უკვე არსებობს და კიდე გეუბნებით უფლებას პედაგოგობის და ცოდნას ადამიანებს ბუნებრივი არავინ არ ართმევს, კიდევ ამბობ, აქ საუბარია მომავალ თვითგანვითარებაზე, სისტემატურ თვითგანვითარებაზე, სისტემატურ ზრუნვაზე პროფესიული ინტელექტუალური ჰორიზონტის ზრდაზე და ეს მგონია, რომ მისასალმებელია და ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს ყველა პედაგოგისათვის. არსებობს ერთი კარგი გამონათქვამი, ვინც წინ არ მიდის, ის უკან რჩება. იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე ერთ ადგილზე დგომა წარმოუდგენელია, ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს. გასაგებია. კიდევ ერთი მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. მოგესალმებით, გისმენთ. ალო. გამარჯობათ. გთხოვთ დამისახელეთ, მეხუთე სკოლის ბიუჯეტი რამდენი იყო და რამდენი აქვს ხელფასი თქვენი სკოლის დირექტორს? მეხუთე სკოლის დირექტორები დამდებოდა ალბათ გაგზავნოს. დიდი მადლობა, კიდევ კითხვა. არა, მადლობა. მოგახსენებთ, მეხუთე სკოლას საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი გააჩნია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მომენტისათვის ჩვენ 1026 მოსწავლე გვყავს. და რაც შეეხება მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის ხელფასს, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის ხელფასი წლების განმავლობაში შეადგენდა 400 ლარს. ამ მომენტისათვის შეადგენს 670 ლარს. ბატონ გიორგი, მე მინდა ვისაუბროთ გადაცემის მეორე ნაწილში უკვე მე-12 კლასთან დაკავშირებით წელს იყო პირველი წელი გამონაკლისი, როდესაც გამოსაშვები კლასი იყო მე-12. რამდენად შეაფასებით აი უპირატესობა რაში იყო? გარკვეული შეხედულებები არსებობს, რომ ზედმეტია მე-12 კლასი. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად ეს კარგად აპრობირებული, ესე ვთქვათ, მეთოდი არის, რომ სოფლიოში საგამართლო სივრცეში მიღებული მეთოდი გახლავთ და სტანდარტი გახლავთ იმისა, რომ მე-12 კლასი უნდა არსებობდეს ნამდვილად, ვინაიდან მე-11 კლასი ვერ იძლეოდა იმ ხარისხის ცოდნას და იმ მოქალაქეობრივ ასე ვთქვათ მზაობას, რომ მოსწავლეს შემდეგ უკვე ცხოვრების ასპარეზზე გასულიყო და ადგილის დამკვიდრებისთვის ეზრუნა. ასე რომ მე-12 კლასი ამ მხრივ არის გამართლებული ჩემი აზრით და საერთოდ ჩვენი განათლების სისტემის აზრით,
და გარდა ამისა მე-12 კლასში ხდება გარკვეული პროფილიზაცია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქ არის არჩევითი საგნები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მოსწავლეებს ხშირად უხდებოდათ რომ ჩააბარებდნენ რაიმე სპეციალობაზე, მოეწყობოდნენ და თვითონაც არიცოდნენ რატო ჩააბარეს იმ სპეციალობაზე, რატო აირჩიეს ის გზა ცხოვრებისა. და მე ხდებოდა რომ ძალიან მალე უხდებოდათ სპეციალობის შეცვლა, ადგილის პოვნისთვის ზრუნვა. ახლა მე-12 კლასში ჩვენ გვაქვს არჩევითი საგნები, მე-12 კლასის ბოლო ტრიმესტრი მთლიანად დათმობილი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას, ასე რომ მოსწავლე უკვე კარგად აცნობიერებს მე-12 კლასში რა გზით უნდა განავითაროს მან თავისი ცოდნა, რა გზა უნდა ირჩიოს მან და როგორ უნდა დაიმკვიდროს საზოგადოებაში ადგილი და როგორ უნდა იპოვოს მომავალში შრომის ბაზარზე ადგილი, რაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საერთოდ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ მე-12 კლასელებმა გარკვეული წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი, ჩვენ გვყავს მინდა გითხრათ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით და დამსახურებით დაწესდა წელს ოქროს და ვერცხლის მედლები წარჩინებულ მოსწავლეებზე. ჩვენ უკვე გადავეცით გორისა და გორის რაიონის მოსწავლეების ვერცხლის მედალოსან და ოქროს მედალოსანი მოსწავლეების სიები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული მოსწავლეები, მათ წარმატებით გაიარეს მიუხედავად დიდი შიშისა, მიუხედავად წინასწარი რაღაც განცდებისა, რომ მე-12 კლასი რაღაც გარკვეული გაცდენა იქნებოდა ცხოვრებაში ერთი წლისა. მე ვფიქრობ, რომ ეს აღმოჩნდა ესეთი არასწორი შიში, ასე ვთქვათ და მოსწავლეებმა საკმაოდ წარმატებით გაართვეს ამ პროგრამას და მე მის შედარებით უფრო დაძლევადი იქნება ეს სირთულეები. მოგესალმებით და გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მაყურებელი გოლოდი ბაღოთი. გამარჯობათ. პირველი დიახ, გისმენთ. იცით რა მაინტერესებს? დავამთავრეთ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს დიპლომი და რა ვიცი ამჟამად არანაირი სამუშაო არ ჩანს. და რა ეს იცით ის მაინტერესებს, მაქვს თვალ უფლება რომ ლიცენზია გავიარო. სტაჟი რახან არა მაქვს და აი ასაკიანი პედაგოგები ვარ, მათთან დაკავშირებით მაინტერესებს რომ ან ჩაენაცვლოს ზოგს აქვს არის მაგალითად 20 საათი და თუ ხო შეიძლება რომ ახალგაზრდა პედაგოგები შევიდნენ და 1 საათი დაუთმონ. და კიდევ მაინტერესებს რომ ლოგოპედის დიპლომი აქვს და თუ აქვს მას არასპეციალისტთან უფლება რომ ჩაენაცვლოს რა არასპეციალისტთან. გასაგებია დიდი მადლობა ზარისთვის. ესე იგი, საუბრობდა იმას, რომ დამთავრებული აქვს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე და აქვს თუ არა უფლება. მე მინდა გითხრათ, რომ სკოლებში ჩვენ გვაქვს სპეციალური საინფორმაციო ბანკი რესურს ცენტრში, რომელშიც გვაქვს ის მონაცემები, რომ თუ რომელიმე სკოლაში გაჩნდება ვაკანსია საათების საათთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სკოლები ჩვენ ვიკავშირდებიან და ამ ჩვენი საინფორმაციო ბანკიდან ვთავაზობთ იმ ადამიანებს, ვინც მიესადაგება და გარკვეულწილად თანხვედრი არის სკოლის მოთხოვნებთან. შემდეგ უკვე სკოლაში გადიან ესენი გარკვეულ გასაუბრებას და თუ სკოლის მოთხოვნებთან დაკავშირებით ისინი გაამართლებენ თავიანთი მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში მათ ისინი დასაქმდებიან და რაც შეეხება იმას, რომ თითქოს შედარებით წინათაობის პედაგოგებს ამდენი მეტი საათები აქვს და მათ დათმონ, მე ვფიქრობ, რომ ესეთი რამე გაუმართლებელია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, ატარებდა ძალიან დიდი რუდუნების ფასად, აი ამ ყველაფერს, აი ამ საათებს და ახლა საათები წავართვათ მას და ახალი თაობის ადამიანს მიცეთ, ცოტა გაუმართლებელი რამ გახლავთ. თუმცა ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს აქვთ სრული უფლება იმისა, რომ გაიაროს სკოლაში მაძიებლობის ერთი წელი, მაძიებლობა არის ჩადებული პედაგოგების პროფესიული განვითარების კონცეფციაში და შემდეგ უკვე მათ გაიაროს ასერტიფიკაციო გამოსდათ. ამ შემთხვევაში უკვე თვითონ სერტიფიცირებული პედაგოგების მიზიდვაზე სკოლა იქნება ორიენტირებული და ეს უკვე სკოლის განვითარებაზე დამოკიდებული. მინდა გითხრათ, რომ აკრედიტაციის დროს ერთ-ერთი მთავარი მუხლი იქნება სერტიფიცირებული პედაგოგების რაოდენობა სკოლაში. ასე რომ თვითონ სკოლა უნდა იყოს დაინტერესებული ამ სერტიფიცირებული პედაგოგების სიმრავლით. რაც შეეხება ლოგოპედთან დაკავშირებით, ახლა ლოგოპედის შტატის ქონა სკოლაში და თვითონ ფსიქოლოგიის შტატის ნებისმიერი სხვა პერსონალისა დამოკიდებულია სკოლის მოთხოვნებთან დაკავშირებით. არა, სკოლას თუ ჭირდება რომ ყავს ერთი მოსწავლე, რომელთაც აუცილებელი ლოგოპედური მომსახურება და მათთვის გარკვეული მეტყველების პრობლემები გააჩნიათ, თავისთავად ცხადია, სკოლა ამ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს უთანხმოებს და ნიშნავს ლოგოპედის დაწს. ეს უკვე სკოლის გადასაწყვეტი გახლავდა. თვითონ თუ არა სპეციალისტმა ლოგოპედმა კარგად გაართვა თავი ამ სპეციალობას და კარგად გადის შედეგებზე და დირექცია აკმაყოფილებს დირექციას მისი მუშაობა და მოღვაწეობა, ფიქრობ ეს უკვე დირექციის გადასაწყვეტი გახლავთ. გასაგებია, კიდევ ერთი მოქალაქე გველოდება, მოგესალმებით და გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მე ბატონ გიორგისთან მაქვს პირადად შეკითხვა. ბატონო გიორგი, მასწავლებელი, რომელიც არის აგრეთვე მშობელი.
თქვენგან მინდა პირადად მოვისმინო, უფლება ქონდა თუ არა სამეურვეო საბჭოში მიიღო მონაწილეობა. ამ შემთხვევაში თუ კი ის როგორც მშობლის სამყაროში გადის და მშობლის სამყაროში უნდა ამასწავლო და რეგისტრირდეს, ამ შემთხვევაში სრული უფლება გიტონა მშობელია თუ ანუ უფლება აქვს. თუ შეიძლება მან არის ბატონ გიორგი სწორად ბრძანებს, მან არის უბრალოდ ერთი დეტალი განმასხვავებელი, როდესაც ჩვენ საჯარო სკოლას თუ კი ამ ადამიანთან აქვს შრომით ხელშეკრულება გაფორმებული, მას არ აქვს უფლება კენჭი იყაროს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში როგორც მშობელმა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მაშინ შრომითი ურთიერთობა. შრომით ხელშეკრულებაზე ორიენტირებული რაც არის. თუ ის კენჭს არის მშობელი, მაგრამ კენჭს იყრის სამეურვეო საბჭოში როგორც მასწავლებელი, ესეთი უფლება მას აქვს. კიდევ ერთი მოქალაქე გველოდება, მოგესალმებით და გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. მე მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ალექსანდრე მღებრიშვილს, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობელი ვარ. პირველ რიგში იმისათვის, რომ ძალიან ახლოს არის თითოეულ მოსწავლესთან. გასაგები კითხვა თუ გაქვთ? არა, კითხვა არა მაქვს, მინდა რომ მადლობა ვუთხრა. აი, ასეთი ახლოს რომ მადლობა. ბატონ გიორგი, და ჩვენ სტუმრებს მიმართავ მე რომ დღეს ჩვენ დღევანდელი გადაცემის დასრულებამდე სულ რაღაც 5 წუთი რჩება და მე მინდა ბატონ გიორგის სიახლეებთან დაკავშირებით ვისაუბროთ ამ 5 წუთის განმავლობაში და თუ იქნება მსმენელიც აუცილებლად გავყვანთ პირდაპირ ეშად რა სიახლეები არის განათლების სისტემაში ამ სიახლეებზე მე ძალიან ისე ზოგადად ვიტყვი რამდენიმე აწევა პედაგოგების დაფინანსებაზე საუბრობენ და მე გამოვარჩევ ხედულობით და მეთქვა რომ ჩვენ სამხარეო ადმინისტრაციამ გაიგუგზარმაზარი ესე ვთქვათ ხარდაჭერა პედაგოგების მიმართ, როდესაც ყველა პედაგოგს, რომელიც მოძრაობს სოფლიდან ქალაქში, ქალაქიდან სოფელში, უფასო მგზავრობის ბილეთები იქნება გამოყოფილი მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ხარდაჭერა და მნიშვნელოვანი თანადგომა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში პედაგოგებს უხდებოდათ ხშირ შემთხვევაში მძღოლებთან კამათი, მათთან დაპირისპირება და იმ გზის ფულზე რაღაც გარკვეული შეხლა შემოხდა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ როლს შეასრულებს პედაგოგების აი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხიდან. სიახლე არის ის, რომ წეგან ვახსენე ვერცხლის და ოქროს მედლების 100-იან ბავშვებზე, ანუ საშუალო საფეხურის კლასებში, ვისაც ჰქონდა წლიური ნიშანი 10 კურა და შესაბამისად დამრგვალების გარეშე საერთო საფეხურის ნიშანი გამოუვიდა მას 10 კურა, იგი მიიღებს ოქროს მედალს. ხოლო ის ადამიანი, რომელსაც ის ბავშვი, რომელსაც დამრგვალების შედეგად ჰქონდა მიღებული 10 კურა, ის მიიღებს შესაბამისად ვერცხლის მედალს 9.5-დან 9.19 დიაპაზონში. ასეთი განსაზღვრება არის მოცემული ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ. და ასევე ატესტატებთან დაკავშირებით მინდა ორივე სიტყვით თქვა. თითოეულ სკოლას უნდა ქონდეს ბუნებრივია სამეურვეო საბჭოს და შეთანხმებით გარკვეული ბარიერი შემუშავებული, რომელიც განსაზღვრავს კლასიდან კლასში ან საფეხურიდან საფეხურზე მოსწავლის გადაყვანას. და ჩვენ ახლა მოგეხსენებით ერთ რამეს ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, იმიტომ რომ ბევრ სკოლაში ესეთი რაღაცა განსაზღვრული არ იყო, თუმცა უნდა ყოფილიყო და განათლების სამინისტრომ გარკვეული ბარიერი დააწესა, ასე ვთქვათ, ანუ წელს უკვე ვის დაამთავრა მე-12 კლასი და მიიღო ესე იგი საბოლოო შეფასება, ასე ვთქვათ, 5 ქულა. 5 კურა ის ვერ მიიღებს ატესტატს. მას დაჭირდება ეგრეთ წოდებული საშემოდგომო გამოცდის ჩაბარება. საშემოდგომო გამოცდაში იგულისხმება ის, რომ სკოლას თავად შეუძლია შესთავაზოს გარკვეული, ესე ვთქვათ, გასაუბრება, ტესტირება ნებისმიერი სახით გამოცდა, რომელიც ამ ბავშვის შედეგებს განსაზღვრავს. დასაძლევი პროგრამის შედეგებს განსაზღვრავს და ამ ფორმით, ხოლო ის ვინც გადალახავს ამ 5 კულიან ბარიერს და დაუშვათ 5.1 ან 5.2 ამ შემთხვევაში ის ჩვეულებრივად მიიღებს ატესტატს საშემოდგომოების ჩაბარების გარეშე. გასაგებია, ამ გადაცემაში ბოლო მსმენელიც გავიყვანთ ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ პირდაპირ ეთერში. ამეტი განაცვლე ყავდი და გაითიშა. ერთხელ მადლობა უთხრა ბატონ ალექსანდრე მღებრიშვილს. 2 წელიწადია განსაკუთრებულად ისეთი სიტუაცია შექმნილი სკოლაში, რომ მასწავლებელსაც ეძლევა საშუალება, რომ სრულად გამოავლინოს თავისი ცოდნა და მოსწავლესაც, რომ აი ეს ცოდნა შეიძინოს. პირველ რიგში არის ძალიან ნორმალური გარემო და ნორმალური ტემპერატურა, რაც არ ყოფილა მეხუთე სკოლაში არასოდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე მღებრიშვილს. კარგად გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. გიორგი სოციაშვილი, ალექსანდრე მღებრიშვილი, ნინელი ზანიძე იყვნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობთ. მადლობა მოწვევისათვის. შეგავიდეთ, ერთად ვერც გავიგე. Всё,